წინა ვიდეოში ვისაუბრე საფრანგეთში მიმარცხენე ძალების გაძლიერების შესახებ და შევეხე აგრეთვე მიგრანტთა კრიზისს. ვიდეოს ბოლოში აგრეთვე განვიხილეთ კვებეკიც. სწორედ ამიტომ ამ ვიდეოში გადავწყვიტე უფრო დეტალურად განვიხილო ეს საკითხი და ზოგადად გიამბობთ კანადის დემოგრაფიული და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. დავიწყოთ ისტორიით. ისტორიულად კანადა საფრანგეთის კოლონია იყო. ამ ტერიტორიას ფრანგები ახალ საფრანგეთს ეძახდნენ. ახალი საფრანგეთი 1534 წელს დაარსდა. ფრანგები აკონტროლებდნენ კვებეკს, ლუიზიანას, დიდი ტბების ტერიტორიას და აგრეთვე ჰუდსონის ყურეს ნიუფაუნდლენდთან ერთად. მოგვიანებით რეგიონში დაიწყო ინგლისური ექსპანსია. ინგლისელებმა წაართვეს ფრანგებს ნიუფაუნდლენდი და ჰუდსონის ყურე. ხოლო 1763 წელს, მას შემდეგ რაც პარიზში ხელი მოეწერა პარიზის ხელშეკრულებას და საფრანგეთმა წააგო 7 წლიანი ომი, ფრანგები იძულებულნი გახდნენ დაეთმო თავიანთი კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკაში. ახალი საფრანგეთი გადაინაწილეს გამარჯვებულებმა, ესპანეთმა და ბრიტანეთმა. ახალი საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ჰუდსონის ყურის ტერიტორია, ნიუფაუნდლენდი და კვებეკი დიდ ტბებთან ერთად ბრიტანეთის კონტროლს ქვეშ მოექცა. მისი სამხრეთი ნაწილი, ლუიზიანა, კი ესპანეთს ერგო. 1800 წელს ნაპოლეონმა შეძლო ამ ტერიტორიის დაბრუნება ესპანეთისგან, მაგრამ მალევე ფრანგებმა ლუიზიანა გაყიდეს ამერიკელებზე, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ მისი შესანარჩუნებელი რესურსი. კანადა კი ბრიტანელებს შერჩათ. როგორც კვებეკი, ისევე ჰუდსონის ყურე, ნიუფაუნდლენდი და დიდი ტბები. აქ ბრიტანელები ეყალიბებენ კანადის პროვინციას 1851 წელს, ხოლო 1871 წელს ტარდება პირველი მოსახლეობის აღწერა კანადაში. 1871 წლის მონაცემებით კანადის მთელი მოსახლეობა 3.500.000 კაცი იყო მიახლოებით. აქედან 98.5% ევროპელი იყო. 60.6% ბრიტანელები იყვნენ. აქედან 24.3% ირლანდიელები, 20.3% ინგლისელები, 15.8% შოტლანდიელები, 0.2% უელსელები. 31.1% ფრანგები იყვნენ, 5.8% გერმანელები, 0.9% ნიდერლანდელები, 0.1% შვეიცარიელები და შედარებით ნაკლები რაოდენობით სხვა ევროპელები. აგრეთვე აქ იყვნენ 0.7% ადგილობრივი ინდიელები, ინუიტები, ესკიმოსები, 0.6% აფრიკელები და სხვა მცირე უმნიშვნელო ჯგუფები. ესე იგი, მოსახლეობის მიახლოებით 98.5% ამ დროს იყო ევროპელი, თეთრკანიანი. ფაქტობრივად კანადა სრულიად მონოგენური იყო, თუმცა მოგვიანებით, დროთა განმავლობაში, მცირე რაოდენობით კანადაში დაიწყეს მიგრანტებმა ჩამოსვლა. მიგრანტები ჩამოდიოდნენ როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან, თუნდაც უკრაინელები და პოლონელები, ისევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, თუნდაც ჩინეთიდან. 1951 წელს კანადაში მიახლოებით 32,500-მდე ჩინელი იყო. მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მაინც ბუნებრივი ევროპელი იყო. ფრანგები, ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, გერმანელები, უკრაინელები, ნიდერლანდელები, პოლონელები, იტალიელები და ასე შემდეგ. არაევროპელი მიგრანტების პროცენტული რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო და სულ მაქსიმუმ ალბათ 1%-ში ადგენდა. თუმცა დროთა განმავლობაში, რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, არაევროპელი მიგრანტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. განსაკუთრებით გააქტიურდა მიგრაციული ტალღები აღმოსავლეთი აზიიდან და სამხრეთი აზიიდან, ისევე როგორც აფრიკიდან, კარიბის ზღვის აუზიდან და ლათინური ამერიკიდან. ეს მიგრანტები ძირითადად მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების გავლით, ან ხშირად პირდაპირ აღმოსავლეთი აზიიდან. უკვე 1996 წლის მონაცემებით კანადაში 900,000-ზე მეტი ჩინელი იყო და 700,000-ზე მეტი ინდოელი, სხვა მცირე მიგრანტთა ჯგუფებთან ერთად. მთელი მოსახლეობა კანადის ამ დროს
მიახლოებით 28.500.000 კაცი იყო. აქედან 2 მილიონი ფაქტობრივად ჩინელი, ინდოელი ან სხვა აზიურ-აფრიკული ლათინოსური წარმოშობის ხალხი იყვნენ. ეს ჯერჯერობით არ ჩანდა რაღაც კატასტროფულ ციფრად, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა მათი რაოდენობა. სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში, უკვე 2001 წელს, ფაქტობრივად 5 წლის შემდეგ, ჩინელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ისევე როგორც ინდოელების რაოდენობა, აფრიკელების რაოდენობა, ლათინოსების რაოდენობა და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ავიღებთ 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს, 2001 წელს კანადაში უკვე მიახლოებით მილიონზე მეტი ჩინელი იყო. რამოდენიმე წელიწადში მათმა რაოდენობამ ფაქტობრივად 100,000 კაცით მოიმატა. მაგრამ ეს მიგრაცია კიდე 100,000-ზე კონტროლირებადი იყო. 2015 წლამდე. 2015 წელს კანადის მთავრობაში მოდიან ულტრამემარცხენე ლიბერალები. ისინი კანადის მოქალაქეობის აღებას უფრო ამარტივებენ, მიგრანტების შემოსვლას კი ხელს უწყობენ. ეს ბუნებრივია ზრდის მიგრანტთა ნაკადს და 2015 წლის მერე კანადამ იხილა ნამდვილი მიგრანტთა შემოსევა. ჩამოყალიბდა ეთნიკური დიასპორები. ასეულობით ათასი არაბი, ასეულობით ათასი თურქი, ინდოელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი დასახლდა კანადაში. 2021 წლის მონაცემებით კანადაში სამხრეთი აზიიდან, ესე იგი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან, შრი-ლანკიდან და ასე შემდეგ, მიახლოებით 2.500.000-ზე მეტი კაცი იყო. ჩინელები კანადაში შეადგენდნენ მოსახლეობის 4.7%, 1.700.000-ზე მეტ კაცს, სამხრეთაზიელები 7.1%. ამავე წლის მონაცემებით ფილიპინელების რაოდენობა ფაქტობრივად მილიონამდე იყო. შავკანიანების რაოდენობა 1.500.000-ზე მეტი, ლათინოსების რაოდენობა 600.000-მდე, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიელების რაოდენობა მიახლოებით 400.000-მდე. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიელებში გულისხმებიან ვიეტნამელები, ტაილანდელები, კამბოჯელები და ასე შემდეგ. დასავლეთ აზიელების რაოდენობა აგრეთვე მიახლოებით 400.000-მდე იყო. დასავლეთ აზიელებში გულისხმებიან არაბები, თურქები, ირანელები და ასე შემდეგ. ესე იგი მთლიანობაში კანადის მოსახლეობა 2021 წელს იყო 36.300.000 კაცი და აქედან 9.600.000 კაცი იყო მიგრანტი. მოსახლეობის 26.6% კანადაში 2021 წელს იყვნენ ინდოელები, ჩინელები, აფრიკელები, ფილიპინელები, არაბები, თურქები და სხვები. ფაქტობრივად კანადის 10 მაცხოვრებლიდან 3, თითქმის 30%. რომ შევადაროთ, ეს კატასტროფული ვარდნაა. 1945 წელს კანადაში მოსახლეობის 98.2% ევროპელი იყო, თეთრკანიანი. 2026 წელს კი მათი პროცენტული რაოდენობა ჩამოვიდა 62.3%-მდე. ფაქტობრივად ევროპელების პროცენტული რაოდენობა ჩამოვარდა თითქმის 100%-დან 60%-მდე. რიგ რეგიონებში კი, სადაც ადრე თეთრკანიანები შეადგენდნენ მოსახლეობის 50, 60 ან 70%-ს, ახლა შეადგენენ 30, 40 ან 50%-ს. აქაც ნათლად ჩანს პროცენტული რაოდენობის ვარდნა. ბოლო 100 წლის განმავლობაში კანადა საგრძნობლად შეიცვალა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ახალი კოლონიზაციის ეპოქა დაიწყო და თუ ადრე ევროპიდან ჩამოსახლებული მიგრანტები იპყრობდნენ ახალ მიწებს, დღეს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აფრიკიდან და არაბეთიდან ჩამოსახლებული მიგრანტები იპყრობენ კანადას. ოღონდ იარაღის გარეშე, დემოგრაფიულად. ამ ყველაფერს კი ბუნებრივია ხელს უწყობენ ლიბერალები, მემარცხენეები, სოციალისტები, BLM-ის მხარდამჭერები, ფემინისტები, ნეომარქსისტები და ასე შემდეგ. ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ზოგადად მთლიანად დასავლურ სამყაროში. კანადაც ამ კუთხით ამ სახელმწიფოებისგან დიდად არ განსხვავდება. უბრალოდ კანადაში უფრო დიდი მასშტაბის ვარდნა არის. თითქმის არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში ამხელა მოსახლეობის ვარდნა არ განუცდია თეთრკანიანებს, როგორიც კანადაშია. 98.2%-დან
62,3%-მდე. ეს ფაქტობრივად რეკორდია. ასეთი რამ ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არ მომხდარა. მოკლედ რომ ავიღოთ მთელი სურათი, 1871 წელს თეთკანიანების, ესე იგი ევროპელების პროცენტული რაოდენობა კანადაში იყო 98,5%, 1945 წელს იყო 98,2%, 2021 წელს კი არის 67,4%. 2026 წელს კი 62,3%. რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა დემოგრაფიული კოლაფსი, როდესაც პოპულაცია ვარდება 98,5%-დან 62,3%-მდე. ეს სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ გადაამოწმოთ კანადის სამთავრობო გვერდებზე, იუსტიციის სამინისტროს გვერდზე და აგრეთვე არქივის გვერდზეც. ეს მონაცემები დევს კანადის სტატისტიკური მონაცემების ცენტრის ვებგვერდზე. თან აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიგრანტთა კრიზისი არ ჩერდება. ყოველ წელს ასეულობით 1000 მიგრანტი ჩამოდის კანადაში. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მათ აგრეთვე მაღალი შობადობა აქვთ. ადგილობრივ თეთკანიან კანადელებს კი პირიქით დაბალი შობადობა აქვთ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მიგრანტთა რაოდენობა გაიზრდება. 2050-2100 წლისათვის შეიძლება მიგრანტების რაოდენობა ადგილობრივი კანადელების რაოდენობაზე მეტი იყოს. ეს სავსებით რეალური სურათია, თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკურ მონაცემებს. ამ დასკვნებამდე მიდიან არა მარტო კანადელი ექსპერტები, არამედ უცხოელებიც, ვინც მუშაობენ ამ საკითხზე. მათი მოსაზრებით მიგრანტთა რაოდენობის ზრდა საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ კანადის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება ახალი ეთნიკური ჯგუფები, სრულიად განსხვავებული რასობრივი შემადგენლობით. ხოლო ეს პროცესი კი საბოლოო ჯამში დასრულებული იქნება მიახლოებით 2100 წლისათვის. სწორედ ეს არის მემარცხენეების მთავარი მიზანი. პროგნოზების თანახმად, 2021 წელს კანადაში ევროპელების პროცენტული რაოდენობა 59,79% იქნება. 2026 წელს 56,25%, ხოლო 2051 წელს 53,07%. ესე იგი უკვე 2050 წლისათვის კანადაში ევროპელების, ესე იგი თეთკანიანების პროცენტული რაოდენობა მიახლოებით 50% იქნება. თუ ეს ტრენდი გაგრძელდა 2100 წლამდე, სრულიად შესაძლებელია, რომ მათი პროცენტული რაოდენობა განაგრძობს კლებას. ეს კლება კი შეიძლება საბოლოო ჯამში ჩავიდეს 30%-მდეც კი. 2050 წელს სამხრეთ აზიელების, ესე იგი ინდოელების, პაკისტანელების, ბანგლადეშელების და ასე შემდეგ ხალხების პროცენტული რაოდენობა კანადაში 11,9% იქნება. აღმოსავლეთ აზიელების, ანუ ჩინელების, იაპონელების და კორეელების პროცენტული რაოდენობა 7,95% იქნება. აფრიკელების პროცენტული რაოდენობა 6,57 იქნება. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიელების, ესე იგი ვიეტნამელების, ტაილანდელების, კამბოჯელების, ლაოსელებისა და ასე შემდეგ იქნება მიახლოებით 5,54%. ახლო აღმოსავლელების, ესე იგი არაბების, სპარსელების, ქურთების, ლურების, ბელუჯების, თურქების და ასე შემდეგ იქნება მიახლოებით 5,19%. ლათინო ამერიკელების პროცენტული რაოდენობა შეადგენს 2051 წლისათვის 2,17%. თითქმის ყველა ეთნიკურ ჯგუფში ჩვენ ვხედავთ ზრდას. 2050 წლისათვის მივიღებთ რაღაც ნიმროდისეული ბაბილონის გავს ერს. ენობრივად საკმაოდ კარგად სწავლობენ მიგრანტები ინგლისურს, ამის პრობლემა არ აქვთ. თუმცა როგორც ხედავთ 2021 წლის მონაცემებით, საკმაოდ დიდი რაოდენობით ენებია კანადაში. აქ არის ჩინური, ინდური, პენჯაბური, არაბული, ტაგალოგური, სპარსული, ტამილური, ვიეტნამური, გუჯარატული, კორეული და ასე შემდეგ. რელიგიებს გადავხედოთ. კანადაში ქრისტიანები 53,3% არიან მოსახლეობის. ათეისტები და აგნოსტიკები 34,6%. მუსულმანები 4,90%. ინდუისტები 2,30%, სიქხები 2,10%, ბუდისტები 1%, იუდაისტები, ესე იგი ებრაელები 0,90%.
სხვა რელიგიები კი 0.80%-ია. მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ისინი უკვე მთავრობაში ჩადიან, მაგალითად ავიღოთ ანიტა ანანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი კანადის, რომელიც წარმოშობით არის ინდოელი. ადრე ის იყო ტრანსპორტის მინისტრი, აგრეთვე ეკავა სხვა თანამდებობებიც. თვითონ იგი წარმოშობით არის სამხრეთ ინდოეთიდან, მისი ფესვები არის დრავიდული, მისი წინაპრები იყვნენ დრავიდულ ტამილური წარმოშობის, ეს მისი ფენოტიპიდანაც კარგად ჩანს და ბუნებრივია ის არ არის ერთადერთი ინდოელი ტამილი ამ თანამდებობაზე. კანადაში უამრავი ინდოელი იკავებს საკმაოდ მაღალი ეშელონის თანამდებობებს, აქვე არიან შრი-ლანკელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ჩინელები და ასე შემდეგ. მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება. ან მათ საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაჭრობის მინისტრი, ტრანსპორტის მინისტრი და ასე შემდეგ. ერთი პერიოდი ეს ტამილელი ქალი თავდაცვის მინისტრიც კი იყო კანადის. ფაქტობრივად მიგრანტები ხელმძღვანელობენ კანადის საგარეო საქმეებს, ჯარს, ეკონომიკას. მათ ხელში არის უკვე მმართველობის სადავეები. გაიხსენეთ რომის იმპერია თუნდაც. იქაც ეგრე იყო. აგერ კიდევ ერთი წარმოშობით ტამილელი პოლიტიკოსი კანადაში, იგი არის შრი-ლანკიდან, ყოფილი ცეილონიდან. შრი-ლანკაში აგრეთვე ცხოვრობენ ტამილები, ისინი ინდოეთში წერენ და შრი-ლანკაშიც. გარი ანანდა სანგარე, შრი-ლანკელი წარმოშობის შრი-ლანკელი ტამილი პოლიტიკოსი, საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელი არის, მინისტრია. ბუნებრივია ლობირებს თავის თანატომელებს. ადრე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. თვითონ განათლებით არის პოლიტოლოგი და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გაიზარდა ბრიტანეთში, ეს ბრიტანეთიდან არის შემოსული, ირლანდიიდან. თუმცა ძალიან ბევრი სხვა შორის არის ინდოელი, პაკისტანელი და შრი-ლანკელი მიგრანტები კანადაში ჩადიან სწორედაც ბრიტანეთიდან. ახლა გადავიდეთ მანინდერ სითულზე. ეს არის ლიბერალური პარტიის წევრი, ეს არის მმართველი პარტია კანადაში. კანადას მართავენ მემარცხენე სოციალისტი ლიბერალები, ნეომარქსისტული, ტროცკისტული იდეოლოგიის მომხრეები. მანინდერიც აგრეთვე ამ პარტიის წევრია. ის დაინიშნა საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრად კანადის. ოფისი დაიკავა 2025 წლის 13 მაისს. აგრეთვე ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტარი. იდეოლოგიურად გამომდინარე იქიდან, რომ არის მემარცხენე ლიბერალური პარტიის წევრი, ის არის მემარცხენე, წარმოშობით არის ბუნებრივია ინდოეთიდან. აქვე არის კიდევ ერთი არიელე გაიაბაგა, წარმოშობით აფრიკელი. ისიც აგრეთვე ბუნებრივი არის ლიბერალური პარტიის წევრი, კარს უჭერს მემარცხენე იდეებს, სოციალიზმს, ინტერნაციონალიზმს, გლობალიზმს, არის ათეისტი. ბუნებრივად ნეომარქსისტული იდეებით. წარმოშობით არის ბურუნდიდან. ეს ვინც არ იცით, ბურუნდი არის აფრიკის ცენტრალურ ნაწილში. ესეთი პატარა უმნიშვნელო ქვეყანაა. ხომ ეს არიელი იკავებდა დემოკრატიული ინსტიტუციების მინისტრის თანამდებობას. ეს ერთ-ერთი ლიბერალური მემარცხენე რაღაცა ინსტიტუტი, რომელიც ამოწმებს დემოკრატიის დონეს, ხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ NGO-ებს და რაღაცებს. მარტივად რო ახსნათ. ახლა გადავიდეთ კამალ ქერაზე, რომელიც არის წარმოშობით სამხრეთი აზიიდან, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი კანადის, აგრეთვე მემარცხენე, ბუნებრივია ლიბერალი. იგი იკავებდა ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების სამინისტროს მინისტრის თანამდებობას. ეს არის სპეციალური სამინისტრო შექმნეს, სადაც იცავენ აი ამ ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. ასეთი NGO რო გადააქციოს სამინისტრო და ეგეთი რაღაცა. თან ეს მაშინ, როცა თეთქანიანები თვითონ გახდებიან სადაც ეთნიკური უმცირესობა კანადაში. უკვე მთელ რიგ რეგიონებში კანადის თეთქანიანები უახლოვდებიან 60-50% ნიშნულს. ხოლო ნიუფაუნდლენდი დგას 100-ზე კიდე ყარად. 87.4% არის მან თეთქანიანი მოსახლეობა. ესეც იმიტომ, რომ ძირითადად მცირე რაოდენობით არის დიდი ქალაქები და სოფლის მოსახლეობა არის. თორე იქაც რომ მეგაპოლისები იყო და დიდი ქალაქები, ავტომატურად ჩასაღდებოდნენ უცებ ინდოელები და ჩინელები. აი მარტივი გასაგები რო იყოს ესეთი ზღვისპირა სვანეთივით არა ეს ნიუფაუნდლენდი კანადაში.
დიდ ქალაქებში კატასტროფულად ვარდება თეთრკანიანების რაოდენობა. ვანკუვერში ევროპელები უკვე თითქმის მოსახლეობის ნახევარი არიან, მეორე ნახევარი აზიელები არიან, ინდოელებიანა, ჩინელებიანა და ასე შემდეგ. იგივე ვითარებაა ტორონტოში და ასე შემდეგ. კანადის დასავლეთ ნაწილშიც აგრეთვე თეთრკანიანთა პროცენტული რაოდენობა იკლებს. ჩრდილოეთში უკვე ევროპელები უმცირესობაში არიან. აგრეთვე როგორც შეამჩნიეთ, აქვე არის ამერიკის შეერთებული შტატების რუკაც, ალასკას და სხვა შტატებიც. ორივეგან ერთი და იგივე სურათია ფაქტობრივად. დიდ ქალაქებში არის მულტიკულტურული საზოგადოება, უზარმაზარი რაოდენობა მიგრანტების. მცირე რეგიონებში, სადაც ძირითადად რურალური დასახლებები არის, მან უკვე ასე თუ ისე ევროპელების პროცენტული რაოდენობა მაღალია. კანადაში ეს მისი აღმოსავლეთი ნაწილია, ანუ უკიდურესი სამხრეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ეს მისი ჩრდილოეთი ნაწილია, ან ცენტრალური. ის რეგიონები, რომლებიც საზღვართან არის ახლოს, უკვე შედარებით ნაკლებადაა ევროპული და აგრეთვე ის რეგიონები, სადაც დიდი რაოდენობით არის მეგაპოლისები. მაგრამ აქვე არის განსხვავება იმაშიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა გაცილებით მეტი არის ვიდრე კანადის. კანადა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი არის ტერიტორიით, მოსახლეობა საკმაოდ მცირე ყავს. რომ აიღო მთლიანად მთელი კანადის მოსახლეობა ყველა მისი რეგიონები ან ქალაქებიანად, შეიძლება ეს ჩაადიო ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მაგალითისათვის ახლა კალიფორნიის შტატში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ კანადაში ერთად აღებული. 2015 წლის მონაცემებით კანადაში იყო 35,850,000 კაცი. კალიფორნიაში 39,140,000 კაცი. ანუ კანადის ძირითადი ნაწილი საერთოდ დაუსახლებელია. ძირითადად ეს არის ტუნდრა, ანუ ციმბირივით. გაღინული ტყეები პოლარულ სარტყელში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია მის სამხრეთით, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, კვებეკში, დიდ ტბებთან, ნიუფაუნდლენდში და ასე შემდეგ. სწორედ აქვე ცხოვრობენ მიგრანტები დიდ ქალაქებში. მაგალითად, ინდო-კანადელები, ესე იგი ინდოელები, რომლებიც არიან კანადაში. ისინი 2021 წლის მონაცემებით შეადგენენ მოსახლეობის 5.1%, არიან მიახლოებით 1,800,000-ზე მეტი, თითქმის 1,900,000. ძირითადად საუბრობენ პენჯაბურ ენაზე, ინდუზე, ურდუზე, ტამილურზე, გუჯარათულზე, ბენგალურზე და ასე შემდეგ. ზოგადად სამხრეთ აზიელები, ესე იგი ინდოელებიანად, პაკისტანელებიანად, შრი-ლანკელებიანად, ბანგლადეშელებიანად და რეგიონის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად არიან მიახლოებით 7.1% კანადაში. 2,500,000 კაცი. რომ დავამრგვალოთ. ესე იგი 7% კანადის მოსახლეობა სამხრეთი აზიიდანაა. რუკაზე ხედავთ განსახლების არეალს. აღმოსავლეთ აზიელები, კერძოდ ჩინელები, მოსახლეობის 4.6% არიან, სადაც 1,700,000 კაცი. ისინიც ხედავთ აგერ რუკაზე არიან სამხრეთში, დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. ჩრდილოეთში ფაქტობრივად ვერთი ცხოვრობ, ტუნდრაში. მაგ რეგიონში ძირითადად მარტო ალბათ ინუიტები თუ ცხოვრობენ და ეს ესკიმოსები, რომლებიც ძირითადად მიჩვეული არიან აი ამ ინუებს და ამ ჩრდილოეთის სიცივეს. ახლა რახან შევეხეთ განსახლებას და ეთნიკურ ჯგუფებს, მოდით შევხედოთ კანადის ეთნიკურ რუკას. აგერ თქვენ ხედავთ ღია იისბრად ინუიტებს, ინუიტები ეს არიან ესკიმოსები, რომლებიც აგრეთვე ცხოვრობენ გრენლანდიაშიც. მერე ყავისფრად ხედავთ ეგრეთ წოდებულ პირველ ხალხებს, ასე იგი ინდიელებს, ეს არის ნადენეს ხალხები და სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ენათესავებიან ციმბირის ზოგიერთ ხალხებს. ეს ნადენეს ენა შორეულად ენათესავება სხვადასხვა ციმბირში არსებულ კამჩატკურ ენათა ჯგუფს. სამხრეთ რეგიონებში უკვე არიან გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები და ასე შემდეგ. თუ დააკვირდებით არჩევნების შედეგებს, 2019 წლის იქნება ეს თუ რომელიმე სხვა წლის, კარგად ჩანს, რომ იქ სადაც ცხოვრობენ ადგილობრივი ინდიელები, ინუიტები, ჩინელები და ზოგადად არაევროპული წარმოშობის ხალხები, მეტ ხმებს იღებს ლიბერალური პარტია
და აგრეთვე დემოკრატიული პარტიაც. და იქ სადაც ძირითადად ნაწილი მოსახლეობის არიან ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები და ასე შემდეგ, იმარჯვებენ კონსერვატორები, მემარჯვენეები, ტრადიციონალისტები და ნაციონალისტები. იგივე შედეგებს ხვდებით აგერ 2021 წლის არჩევნებშიც, ისევე როგორც 2019 წლის არჩევნებში. ანუ ეს არის განმეორებადი პატერნი პოლიტიკური კანადაში. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე კანადაშიც ეთნიკური ჯგუფი, ეთნიკური წარმოშობა, რასობრივი შემადგენლობა გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. გარკვეული ეთნიკური ჯგუფები მიდრეკილი არიან კოლექტიურად ხმესმიცემისკენ და ხმას აძლევენ რამოდენიმე პარტიას, რომლებიც იცავენ მათ ინტერესებს. ბუნებრივია ახლა ინუიტი, ინდოელი, ჩინელი და ინდიელი ხმას მიცემს იმ პარტიას, რომელიც არის ლიბერალური, პროგრესივისტული და ეწინააღმდეგება ამ ბრჭყალებში კოლონიალისტებს, ევროპელებს. ისინი მათ უწოდებენ დამპყრობლებს, მხარს უჭერენ ინდოელების მინისტრებად დანიშნვას, ამ ადგილობრივ ინდიელებსაც ეხმარებიან, ხოლო ბუნებრივია, რომ ეს ევროპელები, ინგლისელები, გერმანელები და ფრანგები მხარს უჭერენ იმ პარტიებს, რომლებიც იცავენ ევროპელების ინტერესებს, კონსერვატიულ პარტიებს, ნაციონალისტურ პარტიებს და ასე შემდეგ. რატომ ისწრებს ახლა ინდიელი, ინუიტი, ჩინელი მიგრანტი ან ინდოელი მიგრანტი ხმას იმ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ფასეულობებს, ქრისტიანობას, თეთრკანიანების იდენტობის შენარჩუნებას, ან მსგავს რამეს? ეს სრულიად ირაციონალურია. სწორედ ამიტომ ამ პარტიის ხელმძღვანელებსაც, ლიბერალებს, მემარცხენეებს აწყობს, რომ შემოიყვანონ სახელმწიფოში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ეს მიგრანტები, რომლებიც მერე მიიღებენ მოქალაქეობას და მხარს დაუჭერენ ამ პარტიებს. რაც უფრო მეტი ინდოელი, ჩინელი ან აფრიკელი იქნება კანადაში, მით უფრო უკეთესია ეს პროგრესივისტებისათვის და ლიბერალებისათვის. ისინი მეტ ხმას მიიღებენ და უფრო გაიმყარებენ ძალაუფლებას კანადაში. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქაც დემოკრატიულ პარტიას იმიტომ შემოყავს ამხელა რაოდენობით ეს ლათინოსები და აფრიკელები ამერიკაში, რომ შემდეგ მათ ხარი დაუჭირონ დემოკრატიულ პარტიას, რესპუბლიკელების წინააღმდეგ და ამით დემოკრატები შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. აგერ ქვემოთ თქვენ ხედავთ 2019 წლის არჩევნების შედეგებს, 2021 წლის, 2025 წლის. პატერნი ნათელია. იქ სადაც დომინირებენ ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები და ასე შემდეგ, ძირითადად ხმას აძლევენ მემარჯვენე პარტიებს, ნაციონალისტებს, კონსერვატორებს. იქ სადაც დომინირებენ ინდიელები, ინუიტები, ჩინელები, ინდოელები და ასე შემდეგ, ხმას აძლევენ დემოკრატებს, ლიბერალებს, მემარცხენეებს, სოციალისტებს და ასე შემდეგ. ეს ფაქტობრივად ძალზედ თვალშისაცემი პატერნია. ხომ, ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ავიღოთ პოლიტიკური კომპასი და შევხედოთ კანადურ პარტიებს. როგორც ხედავთ, კონსერვატორები არიან ტიპიური მემარჯვენე ძალა, სოციალური კონსერვატიული იდეებით და მემარჯვენე ეკონომიკის ტიპით. ლიბერალური პარტია, დემოკრატები და ასე შემდეგ არიან მემარცხენეები როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიკურად, პროგრესივისტები. აქ თქვენ ხედავთ ეთნიკურ ჯგუფებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მექსიკას ხშირად ართვიან ჩრდილოეთ ამერიკად, მას ხშირად მიაკუთვნებენ ხოლმე ცენტრალურ ამერიკას. წითრად აქ თქვენ ხედავთ ფრანგებს კანადაში, იისფრად ხედავთ ინგლისელებს. ამერიკაში ისინი ძირითადად კონცენტრირებულნი არიან მის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილში და ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში. ცისფრად რუკაზე ხედავთ გერმანელებს, ნარინჯისფრად არიან ინუიტები, ესკიმოსები და ჩრდილოეთის ხალხები. ვარდისფრად სამხრეთით ხედავთ ისპანოიდებს, მექსიკელებს, ესპანელებს და ასე შემდეგ. მომწვანო ფერებით არიან სხვადასხვა ევროპული ჯგუფების წარმომადგენლები, უკრაინელები, პოლონელები, პორტუგალიელები, ნიდერლანდელები, ფინები და ასე შემდეგ. ლურჯად ხედავთ იტალიელებს, მუქ მონაცესფრო იისფრად ხედავთ ირლანდიელებს, მუქ იისფრად ხედავთ აფროამერიკელებს, შინდისფრად ჩინელებს და ასე შემდეგ. თეთრკანიანები ძირითადად კონცენტრირებულნი არიან ჩრდილოეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში. მისი სამხრეთი ნაწილი ძირითადად უკავიათ ლათინოსებს და აფროამერიკელებს, ჩრდილოეთი ნაწილი კი
ადგილობრივ ინდიელებს, ინუიტებსა და ესკიმოსებს. კანადაში ევროპელებს ტერიტორიის საკმაოდ მცირე ნაწილი უკავიათ, მხოლოდ მისი მთიანი რეგიონები და აღმოსავლეთი კვებეკის მიმდებარე ტერიტორია. კანადის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ინუიტების ხელშია. ახლა კი დიდ ქალაქებს ნელ-ნელა იკავებენ მიგრანტები და მათი შთამომავლები. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კანადაში იქნება მულტიეთნიკური. ეს იქნება ნარევი როგორც ადგილობრივი ინუიტების, ისევე ევროპელების, ჩინელების, ფილიპინელების, ინდოელების, აფრიკელებისა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მაგალითად, კანადის დედაქალაქში ოტავაში 2001 წელს მოსახლეობის 80.9% თეთრკანიანი ევროპელები იყვნენ. 2021 წელს მათი პროცენტული რაოდენობა 64.9%-მდე შემცირდა. 2026 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ოტავაში უკვე 60%-ზე ნაკლები არიან ევროპელები. სულ რაღაც 20-30 წელიწადში ოტავაში თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 80%-დან 60%-მდე ჩამოვიდა. ქრისტიანები მოსახლეობის 52.8%-ში ადგნენ. ათეისტები და აგნოსტიკები მიახლოებით 31.6%-ს, მუსულმანები 9.9%-ს, ინდუისტები 2%-ს, ბუდისტები 1.2%-ს, იუდაისტები 1.1%-ს და ასე შემდეგ. რაც უფრო დრო გადის, უფრო იკლებს პროცენტული რაოდენობა ქრისტიანების და თეთრკანიანების ოტავაში. 2011 წელს ოტავაში მოსახლეობის მიახლოებით 69.99%, ესე იგი 70% იყო ქრისტიანი, 2021 მხოლოდ 56.31%-იღა დარჩა ქრისტიანები. ათეისტები და აგნოსტიკები 2011 წელს 20.79% იყვნენ, 2021 წელს 31.58% გახდნენ. მუსულმანების პროცენტული რაოდენობა 5.42%-დან გაიზარდა 7.84%-მდე. ინდუისტების რაოდენობა 1.01%-დან გახდა 1.45%. აგრეთვე გაიზარდა სიქხისტების რაოდენობა. ესე იგი, ოტავაში, როგორც ხედავთ, თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა იკლებს, ისევე როგორც მის აგლომერაციებში, ქრისტიანების პროცენტული რაოდენობა აგრეთვე იკლებს. სამაგიეროს საგრძნობელი ზრდა აქვთ აფრიკელებს, ჩინელებს, ინდოელებს, პაკისტანელებს, შრი-ლანკელებს, ვიეტნამელებს და ასე შემდეგ. აგრეთვე უშუალოდ თეთრკანიან ახალგაზრდობაში იზრდება ლიბერალური და მემარცხენე შეხედულებები, იზრდება ათეისტების პროცენტული რაოდენობა და სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა აძლევს ხმას ლიბერალებს და დემოკრატებს არჩევნებზე. დავუბრუნდეთ პოლიტიკურ კომპასს. პოლიტიკურ კომპასზე მოცემული არის 4 ძირითადი პარტია. ეს არის კონსერვატული პარტია კანადის, ეს არის მწვანეთა პარტია, ლიბერალური პარტია და ახალი დემოკრატიული პარტია. მწვანეები, ახალი დემოკრატები, ლიბერალები, ისინი ყველა არიან მემარცხენეები, სოციალისტური ეკონომიკის მომხრეები. აგრეთვე ისინი არიან ინტერნაციონალისტები, ძირითადად ათეისტები, მხარს უჭერენ მულტიეთნიკურ საზოგადოებას. ფაქტობრივად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ნეომარქსისტები, ტროცკისტები. თითქმის იგივე იდეები ჰქონდა ლევ ტროცკის. მათაც სურდა ჩამოეყალიბებინა მულტიეთნიკური, ინტერნაციონალური, ურელიგიო, უკლასო საზოგადოება. ხოლო მეორე მხარეს არის კანადის კონსერვატიული პარტია, რომელიც ძირითადად არის მხარდაჭერილი ინგლისელების, გერმანელების, ფრანგებისა და ევროპელების მიერ. იგი მხარს უჭერს კონსერვატიულ იდეებს, ტრადიციონალიზმს, ქრისტიანულ იდეებს, ევროპულ იდენტობას, მიიჩნევს კანადას ევროპული, დასავლური, ქრისტიანული, რომაული ცივილიზაციის ნაწილად, ეწინააღმდეგება მასობრივ მიგრაციას კანადაში, სამხრეთი აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. მათ საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ ეთნიკურ უმცირესობებში, დიდ ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან მიგრანტები, ძირითადად იგებს ლიბერალური პარტია, რომელიც რუკაზე ისევე როგორც კომპასზე არის აღნიშნული წითელი ფერით, და სწორედაც რომ ეს ლიბერალური პარტია არის ძირითადი მხარდამჭერი მიგრანტების.
ლიბერალებმა შეძლეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება 2015 წელს, ამ დროს შემოიღეს თავიანთი კანონები, კონსერვატორებმა დაკარგეს ამ დროს მთლიანად ძალაუფლება კანადაში და ლიბერალებმა გაამარტივეს მიგრანტებისათვის კანადაში შემოსვლა. საბოლოო ჯამში მილიონობით არალეგალი შემოვიდა კანადაში, ამან გამოიწვია კრიმინალის ზრდა, კანადაში გაიზარდა მკვლელობების რიცხვი, გაიზარდა ძარცვის რიცხვი და ის რეგიონები კანადის, სადაც ხელმძღვანელობაში არიან ლიბერალები, საკმაოდ საშიში გახდა. აქ თქვენ ხედავთ 2013-დან 2023 წლამდე ჰომიციდის მაჩვენებლებს კანადის რეგიონების მიხედვით. წითლად რუკაზე მოცემული არის რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი მკვლელობები ხდება წელიწადში, მწვანეცაა შედარებით ნაკლები. იქ, სადაც მოიგეს კონსერვატორებმა, ნაციონალისტებმა და მემარჯვენე ძალებმა ნაკლები მიგრანტები არიან, კრიმინალი შესაბამისად ნაკლებია, ხოლო იქ, სადაც მოიგეს დემოკრატებმა, ლიბერალებმა და მემარცხენეებმა, კრიმინალი საკმაოდ მაღალია, მიგრანტების პროცენტული რაოდენობაც დიდია და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პოლიცია კი სუსტია. ლიბერალები არასდროს დაფინანსებას პოლიციას. ისინი პირიქით ვითხოვენ დაფინანსების შეწყვეტას და შემცირებას. რიგი საპოლიციო დანაყოფები კანადაში ცერტოდ გააუქმეს. ფაქტობრივად აქ იგივე სიტუაცია რაც ამერიკაში. კანადის დიდი ქალაქები, მეგაპოლისები უკვე ძირითადად მიგრანტების ხელშია. ეს არის 10 წლის წინანდელი მონაცემები, 2016 წლის მონაცემები. აქ თქვენ ხედავთ, რომ ოტავაში, ვანკუვერში, ტორონტოში, მონრეალში და სხვადასხვა ქალაქებში საკმაოდ დიდი პროცენტი მოსახლეობის არიან ან სამხრეთი აზიიდან, ან აღმოსავლეთი აზიიდან, ან აფრიკიდან. იგივე ვანკუვერში მაგალითად მოსახლეობის სადღაც ნახევარი იყვნენ ჩინელები, კორეელები, ინდოელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ფილიპინელები, აფრიკელები და ლათინოსები. ჯერ კიდევ 10 წლის წინ დღეს შეიძლება ეს პროცენტული რაოდენობა უკვე მეტიც იყოს, უკვე 10 წელი გავიდა, თავისუფალი მიგრაციაა, შობადობაც მაღალი აქვს მიგრანტებს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიგრანტები ჩამოდიან სამხრეთი აზიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ფილიპინებიდან არიან ძალიან დიდი რაოდენობით მიგრანტები, აგრეთვე ძალიან მაღალი პროცენტული რაოდენობაა ჩინეთიდან, ინდოეთიდან. მრავლად არიან აგრეთვე სირიიდან, ჰაიტიდან, ირანიდან, მექსიკიდან, კოლუმბიიდან, ერაყიდან, ალჟირიდან, პაკისტანიდან, კამერუნიდან, ბანგლადეშიდან, კორეიდან, ეგვიპტიდან, ავღანეთიდან საკმაოდ დიდი დიასპორაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. და როგორც ამ რუკაზე კარგად ჩანს, ისინი ძირითადად კონცენტრირებულნი არიან კანადის სამხრეთით, იქ სადაც არის დიდი ქალაქები, ვანკუვერი, ოტავა, მონრეალი, კვებეკი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დიდი დიასპორა არის ტორონტოში და ვანკუვერში. ახლა გადავიდეთ უკვე ასაკობრივ პირამიდაზე. მიგრანტებს კი ჰყავთ ბევრი შვილები, მაგრამ ადგილობრივ კანადელებს პირიქით დაბალი შობადობა აქვთ. კანადაში 30 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე თინეიჯერებისა და ბავშვების რაოდენობა. მაგალითად, 0-დან 4 წლამდე მამაკაცების პროცენტული რაოდენობა შეადგენს მოსახლეობის 2,4%-ს, ხოლო 30-დან 34 წლამდე მამაკაცების რაოდენობა 3,7%-ია. ესე იგი, საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან ბავშვები კანადაში, მოსახლეობა ბერდება, შობადობა დაბალია, საშუალო ასაკი კი 30 წელს აცდა. კანადის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 30 წელს არის გადაცილებული. ხოლო კანადაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი აქვთ იგივე ევროპელებს. ინდოელებს, აფრიკელებს და სხვებს კი მაღალი შობადობის მაჩვენებელი აქვთ. ახლა კი დეტალურად გადავხედოთ ასაკობრივ ჯგუფებს და მათ პროცენტულ რაოდენობას კანადაში. დავიწყოთ მამაკაცებით. 0-დან 4 წლამდე მამაკაცების პროცენტული რაოდენობა კანადაში არის 2,4%, 5-დან 9 წლამდე 2,6%, 10-დან 14 წლამდე 2,7%, 15-დან 19 წლამდე 2,8%, 20-დან 24 წლამდე 3,1%, 25-დან 29 წლამდე 3,6%, 30-დან 34 წლამდე
3.7%. 35-დან 39 წლამდე 3.5%, 40-დან 44 წლამდე 3.4%-ია, 45-დან 59 წლამდე 3.1%, 50-დან 54 წლამდე 3%, 55-დან 59 წლამდე 3.1%, 60-დან 64 წლამდე 3.3% და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქალებს, 0-დან 4 წლამდე არიან 2.3% მოსახლეობის, 5-დან 9-მდე 2.5%, 10-დან 14-მდე 2.6%, 15-დან 19-მდე 2.7%, 20-დან 24-მდე 3%, 25-დან 29-მდე 3.4%, 30-დან 14 წლამდე 3.5%, აგრეთვე 3.5% არის 35-დან 39 წლამდე, 40-დან 44 წლამდე არიან 3.4%, მერე არის 3.2%, 45-დან 59 წლამდე და ასე შემდეგ. პროცენტული რაოდენობით ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი მამაკაცებში არის 30-დან 34 წლამდე 3.7%, ქალბატონებშიც იგივე არის. ქალბატონებში ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი კანადაში არის 30-დან 40 წლამდე 3.5% მოსახლეობის თითო. ერთად შეადგენენ მიახლოებით 7%. ეს მონაცემები ოდნავ მოძველებული არის, ზარეს 2024 წლის მონაცემები. შობადობა ყოველ წელს იკლებს კანადაში და შეიძლება წელს უფრო ნაკლები იყოს ახალგაზრდების პროცენტული რაოდენობა, მაგრამ ეს მონაცემები გვიქმნის ძირითადად წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ხდება კანადის დემოგრაფიაში. ხომ, ახლა რაც შეეხება მიგრანტებს. ვიდეოს დასაწყისში მოვიყვანე კანადაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომელიც ჩატარდა 2021 წელს. ეს არის ბოლო მონაცემები, წელსჯერა ჩატარებული მოსახლეობის აღწერა, ხოლო ამ 2021 წლის მონაცემებით კანადაში მიგრანტების ძირითადი ნაწილი იყვნენ სამხრეთი აზიიდან, აფრიკიდან, ფილიპინებიდან, ჩინეთიდან, ლათინური ამერიკიდან და ზოგადად სამხრეთის ქვეყნებიდან. სწორედ იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებლებია. თუ საშუალო სტატისტიკურ კანადურ ან ევროპულ ოჯახში საშუალოდ ყავთ ერთი შვილი ან მაქსიმუმ 2 და ხანდახან საერთოდ არ ყავთ, აფრიკაში 2023 წლის მონაცემებით საშუალო სტატისტიკურ ოჯახში მინიმუმ 4 ან 5 შვილი მაინც ყავთ, ხანდახან 7-იც და იშვიათად 3 ან 2. ინდოეთში, ისევე როგორც მის მეზობელ სამხრეთ აზიის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალი შობადობის მაჩვენებელია. ლათინური ამერიკა საკმაოდ მაღლაა ამ კუთხით. ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში ცენტრალური ამერიკის მაცხოვრებლებს აქვთ. აგრეთვე ბოლივიელებს, მექსიკელებს, პერუელებს, ვენესუელელებს და ასე შემდეგ. კანადა კი თეთრადაა ფაქტობრივად წარმოდგენილი. იქ ძალიან დაბალი შობადობა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ მიგრანტების პროცენტული რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვინაიდან მათი რაოდენობა დიდია, ხოლო შობადობა კი მაღალი აქვთ. იგივე რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 1940 წელს შეადგენდა მოსახლეობის თითქმის 90%-ს, ხოლო 2020 წელს ჩამოვიდა 300%-მდე. 1980 წელს ლათინოსები ამერიკის შეერთებული შტატების 6.5% შეადგენდნენ. 2020 წელს მათი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა 18.7%-მდე გაიზარდა. ძირითადად ეს მიგრანტთა ნაკადის ბრალია და აგრეთვე იმის, რომ მათ საკმაოდ მაღალი შობადობა აქვთ. ძირითადად ისინი შემოდიოდნენ მექსიკიდან, ვენესუელიდან, პერუდან, კოლუმბიიდან და არა მარტო კოლუმბიიდან და ვენესუელიდან, აგრეთვე იქიდან შემოდიოდნენ ბოლივიიდანაც, გაიანადანაც და სხვა სამხრეთი ამერიკის ქვეყნებიდან. საბოლოო ჯამში კი ახლა ფაქტობრივად ისინი მოსახლეობის თითქმის 20% შეადგენენ. იგივე რამ მოხდება კანადაშიც. კანადაში, როგორც უკვე ვთქვი, მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ინდოეთიდან, აფრიკიდან, სამხრეთი აზიიდან, ავღანეთიდან, არაბეთიდან, ლათინური ამერიკიდან,
შუა აზიიდან, ჩინეთიდან და ასე შემდეგ. აქ მოსახლეობა საკმაოდ დიდია, საკმაოდ მაღალი შობადობაა და რამოდენიმე ათწლეულებში ეს მიგრანტები ისე გაიზრდებიან პროცენტულად, რომ კანადაში თეთრკანიანები 50%-ით არ გაჩნდებიან. 2000 წელს ალბათ თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 30%-ზე ჩამოვა. სხვადასხვა ისტორიკოსებს, დემოგრაფებსა და პოლიტოლოგებს შორის არის ასეთი ხუმრობა, რომ ევროპელებმა სამყარო ტექნოლოგიების დამსახურებით დაიპყრესო, ხოლო გლობალური სამხრეთის წარმომადგენლები კი შობადობით იპყრობენ სამყაროსო. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს ხუმრობა რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. ახლა გლობალური სამხრეთიდან გამოსული პოლიტიკოსები ემძღვნელობენ კანადას. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯანმრთელობის მინისტრები, ვაჭრობის, იუსტიციის, უსაფრთხოების, შინაგან საქმეთა მინისტრები და ასე შემდეგ, უმეტესობა არიან ინდოეთიდან, აფრიკიდან, სამხრეთი ამერიკიდან, სამხრეთი აზიიდან და გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან. კანადის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და პოპულარული პარტიის ხელმძღვანელი საერთოდ ინდოელი იყო. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 5 მაისამდე ახალ დემოკრატიულ პარტიას კანადაში ჯაგმეტ სინგი შემოძღვანელობდა, რომელიც წარმოშობით არის ჩრდილოეთი ინდოეთიდან, რელიგიით არის სიქხი. სიქხიზმის არის რაღაცა მიქსი ინდუიზმსა და ისლამს შორის, ვინც არიცით. სწორედ ის იყო ხელმძღვანელი ამ ულტრალიბერალური პარტიის კანადაში, რომლებაც ხმების საკმაოდ დიდი პროცენტი აიღო. ხოლო კანადის მმართველ პარტიას ზედოთ ხმას არ ვიღებ. ლიბერალები მთლიანად გაჭედილნი არიან ინდოელებითა და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ხალხით. მოსახლეობის ზრდა ძირითადად დასავლეთ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, სწორედაც რომ მიგრანტების ხარჯზე ხდება. შემოყავთ მიგრანტები აფრიკიდან, სამხრეთი ამერიკიდან, სამხრეთი აზიიდან, ინდოეთიდან, შუა აზიიდან, ირანიდან, ავღანეთიდან, არაბეთიდან და ასე შემდეგ და შემდეგ მათი მოსახლეობა იზრდება. შობადობა იქ დაბალია, ადგილობრივი ევროპელების პროცენტული რაოდენობა იკლებს, სამაგიეროდ ფურცელზე მოსახლეობა იზრდება. თუმცა იმაზე უკვე აღარანაირ ფიქრობს, რა მოსახლეობა არის ეს. აღმოსავლეთ ევროპაში კი პირიქით, მოსახლეობა კლებულობს. იქაც ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში დაბალი შობადობაა, თუმცა მიგრანტები იქ არ არიან. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში თან დაბალი შობადობაა და თან მიგრანტები არ არიან, მოსახლეობა ბუნებრივი აიკლებს. დასავლეთ ევროპის მოსახლეობა შენარჩუნებულია, სწორედაც რომ მიგრანტების ხარჯზე. ეს კი როგორც უკვე ვთქვი, სავალალო შედეგები დამთავრდება დასავლური ცივილიზაციისთვის. საბოლოო ჯამში მიგრანტების პროცენტული რაოდენობა ისე გაიზრდება, რომ დასავლეთი ევროპა, ისევე როგორც კანადა, ამერიკა, ავსტრალია და ზოგადად დასავლური ცივილიზაცია, დასავლური სამყარო, ფაქტობრივად გაიზიარებს რომის იმპერიის ბედს, რომელსაც საბოლოო ჯამში ბარბაროსებმა გადაუარეს გერმანული, თურქული, სლავური, ირანული და კელტური წარმოშობის ტომებმა. ეს დემოგრაფიული კრიზისი კი დაიწყო პოლიტიკური კრიზისიდან. აქ ფაქტობრივად მოხდა დომინოს ეფექტი. ერთმა მოვლენამ გამოიწვია მეორე მოვლენა, მეორე მოვლენა მესამე მოვლენა და ასე შემდეგ. კანადას კი რაც შეეხება, აქ უახლოეს რამოდენიმე ათწლეულში მიგრანტები მოსახლეობის ნახევარზე მეტი იქნებიან. 2100 წლისათვის კანადა იქნება მიგრანტების ხელში მთლიანად. ამასთან ერთად ბუნებრივია ეზრდება კრიმინალი, პოლიტიკური პოლარიზაცია, ვინაიდან ეს მიგრანტები ძირითადად ჩამოდიან საკმაოდ ღარიბი ქვეყნებიდან, სომალიდან, ინდოეთიდან, მიანმარიდან, სირიიდან, მოზამბიკიდან, ვენესუელადან, მექსიკიდან და ასე შემდეგ, სადაც საკმაოდ რთული სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა. უმეტესწილად ეს არიან ღარიბი ხალხი, ვისაც ძალიან ცუდი განათლება აქვს, ან საერთოდ არ აქვს. ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან და შედეგად მივიღეთ რა? კანადაში იმათეს მიგრანტების რაოდენობა და აგრეთვე პირდაპირ პროპორციულად იზრდება კრიმინალი. მაგრამ ისევე როგორც ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ, იმ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლება აქვთ მემარცხენეებს, სოციალ-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, სოციალისტებს, მემარცხენე ლიბერალებს, ნეოლიბერალებს, პროგრესივისტებს, დემოკრატებს და ასე შემდეგ, ისინი თვალს ხუჭავენ ამაზე.
პროპაგანდა ამაზე არ საუბრობს. უნივერსიტეტებში ასწავლიან იმას, თუ როგორი ცუდი იყო თეთრი კოლონიზაცია, როგორი ცუდები არიან ევროპელები, მიდის ათეიზმის პროპაგანდა, LGBT პროპაგანდა, ინტერნაციონალიზმი ნორმად მოაქვთ, ვიც მიგრანტების წინააღმდეგ რაიმე პოსტს დადებს რაღაცა, ან Facebook-ზე დადებს რამეს, იმას საერთოდ იჭერენ, თუნდაც იგივე ბრიტანეთში, ათასობით ადამიანი არის დაჭერილი პოსტების გამო და ბრიტანეთში, როგორც წინა ვიდეოებში უკვე ვთქვი, ხელისუფლებაში არიან მემარცხენეები, ლეიბორისტები, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, იგივე ხდება კანადაშიც. კანადაში ჯერ კიდევ სკოლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომ მულტიეთნიკური საზოგადოება კარგია, რომ აფრიკელი, ევროპელი, ჩინელი და ასე შემდეგ ერთად უნდა იყვნენ. პროპაგანდა პირველი კლასიდანვე იწყება და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ მთელ თაობებს, რომლებიც იზრდებიან აი ამ ნარატივში, რომ ინტერნაციონალიზმი და მულტიკულტურალიზმი არის კარგი, რომ თეთრები და ევროპელები არიან ყველაფერში დამნაშავეები, სკოლის ასაკიდანვე მიდის LGBT პროპაგანდა, ფემინიზმი, ეს ნეომარქსისტული იდეები. ყოველ წელს კანადაში 100,000 მიგრანტი ჩადის, მათი შობადობა მაღალია, ადგილობრივების დაბალია, ქრისტიანობა სუსტდება, ათეიზმი იზრდება და ბოლოს მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ უკვე 2050 წლისათვის ევროპელების პროცენტული რაოდენობა კანადაში 50%-იც აღარ იქნება. მაშინ, როდესაც მე-19 საუკუნის ბოლოში ევროპელების პროცენტული რაოდენობა კანადაში თითქმის 95% იყო. მემარცხენე პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ევროპელების პროცენტული რაოდენობა ჩამოვიდა 95%-დან მიახლოებით 67%-მდე, ის უფრო კლებულობს და კლებულობს, მალე 60% იქნება, მერე 55, 50 და შეიძლება კიდე გააგრძელოს კლება. რამოდენიმე ათწლეულში კანადა უკვე გახდება მულტიკულტურალური მემარცხენე ძალა. რაღაც ერთი ნეოლიბერალური საბჭოთა კავშირი. როდესაც ათეულობის სხვადასხვაერი ერთმანეთში აღიარება, რელიგია ფაქტობრივად აღარ იარსებებს, ეს იქნება ათეისტური საზოგადოება. ძირითადი იდეოლოგია იქნება ლიბერალიზმი, ნეომარქსიზმი, პროგრესივიზმი, ფემინიზმი. ეთნიკური შემადგენლობა კი იქნება ინდოელები, ევროპელები, ჩინელები, აფრიკელები, ყველა ერთად, მთელი პლანეტა. ფაქტობრივად ეს არის ის, რაზეც ოცნებობდა იგივე ლევ ტროცკი. თანამედროვე ნეოლიბერალები არიან იდეოლოგიურად ტროცკისტების მემკვიდრეები, გლობალისტების საქმის გამგზავრებლები. ისინი აკეთებენ ზუსტად იმას, რაზეც ოცნებობდნენ ტროცკი, ლენინი, კარლ მარქსი, ინტერნაციონალური საზოგადოების შექმნა, სადაც არ იქნება არც ეროვნება, არც რელიგია, არც კლასები და ახლა ისინი ამას აკეთებენ დასავლეთში. კანადაში, ბრიტანეთში, ცდილობენ იგივე გააკეთონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდათ, ესპანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიაში, შვედეთში აგრეთვე. მთელი დასავლური ცივილიზაცია დღეს დაინფიცირებული არის აი ამ მემარცხენეობის ვირუსით. კანადაც ბუნებრივია, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, არ არის გამონაკლისი, მასაც შეეხო ეს მემარცხენე ნეოლიბერალური იდეოლოგია, მასაც გადაუარა მიგრანტთა კრიზისმა და ყველაფერი ის, რაც ხდება იგივე ბრიტანეთში, საფრანგეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხდება კანადაშიც, ვინაიდან ეს ერთი ცივილიზაციის ნაწილია. ვფიქრობ, რაც საჭირო იყო უკვე ვთქვი. მოვიყვანეთ სტატისტიკური მონაცემები, გაჩვენეთ მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობა, ეთნიკური ჯგუფები, რელიგიები, გაჩვენეთ შობადობა, ეთნიკური ჯგუფებისა და სახელმწიფოების მიხედვით, ასაკობრივი პირამიდა, შევეხეთ აგრეთვე არჩევნებს. ვფიქრობ, ალბათ ჩამოგიყალიბდათ უკვე ზოგადი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარება არის თანამედროვე კანადაში 21 საუკუნის პირველ ნახევარში. ამით კი კანადის საკითხს ვასრულებთ. ჩემს YouTube-ის არხზე უკვე შევეხეთ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ახლა კანადაზე ჩავწერე უკვე ვიდეო. ამის მერე ვფიქრობდი, რომელ ქვეყანაზე ჩამეწერა. სია საკმაოდ დიდია. აქ შეიძლება ვისაუბროთ როგორც პორტუგალიაზე, ისევე ესპანეთზე, შვედეთზე და ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაზე. მაგრამ გადავწყვიტე, რომ შემდეგ ვიდეოში ზოგადად განვიხილო მიზეზები იმისა,
თუ რატომ მივიდა დასავლეთი ასეთ კატასტროფამდე, რა მოხდა? რამ გამოიწვია კოლონიალური იმპერიების დაშლა? რატომ წამოიწია წინა პლანზე მემარცხენე იდეოლოგიებმა? რატომ გაძლიერდა ასე ნეოლიბერალიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი, ფემინიზმი და LGBT პროგრესივისტული იდეოლოგია? სულ შემდეგ ვიდეოში მთლიანად განვიხილო ყველა პროცესები, თუ რამ მიიყვანა დასავლეთი აი იმ ვითარებამდე, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მაგრამ ეს ვიდეო იმაზე დიდი გამოვა, ვიდრე ჩემი წინა ვიდეოები. აქ 1 საათში ვერ ჩაატევ ამ ხელა ცივილიზაციის განხილვას. ალბათ სადღაც 5-6 საათი დამჭირდება. დავიწყებ სავარაუდოდ მე-16 საუკუნიდან, 30 წლიანი ომით. თუმცა მანამდე ბუნებრივია შევეხები რომის იმპერიასაც, ჯვაროსნულ ლაშქრობებს და ზოგადად დასავლეთის ჩამოყალიბებას. შემდეგ გადავალებ თვალს უკვე, როგორ ვითარდებოდა დასავლეთის პოლიტიკური სისტემა, როგორ ჩამოყალიბდა როთშილდების კლანები, მასონური ორდენები, იაკობინელთა მოძრაობა, მერე როგორ განვითარდა ეს იაკობინელთა მოძრაობა საბოლოო ჯამში, როგორ გადაიქცა მე-19 საუკუნე რევოლუციების საუკუნედ. აქ ვისაუბრებთ 1830 წლის რევოლუციაზე, აქვე ვისაუბრებთ 1858 წლის რევოლუციაზე, 1870 წლის რევოლუციაზე და ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციაზე ვისაუბრებთ 1917 წელზე. როდესაც მემარცხენეებმა ფაქტობრივად დაამხეს რუსეთის იმპერია, შემდეგ მალევე მოაწყოს რევოლუცია უნგრეთში, გერმანიაში, ეს წითელი ტალღა მთელ ევროპას მოედო. მან ფაქტობრივად გადაუარა მთელ კონტინენტს, როგორც ცუნამი. ამავე პერიოდში განვიხილავ თუ როგორ მოვიდნენ ლეიბორისტები ბრიტანეთის მთავრობაში. მერე შევეხებით აგრეთვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებს, მეორე მსოფლიო ომს, 70-იანი 80-იანი წლების კულტურულ რევოლუციას დასავლეთში. სწორედაც რომ ეს არის ის ეპოქა, როდესაც მოხდა მემარცხენე გარდატეხა, ამ პერიოდში გამოდის ფემინიზმის მეორე ტალღა, სექსუალური რევოლუცია იწყება. მარტინ ლუთერ კინგი გამოდის ამ დროს შავკანიანების უფლებების დაცვის იდეებით. სეგრეგაცია ჩერდება, შობადობა დასავლეთში კატასტროფულად ვარდება, კოლონიალური იმპერიები მთლიანად ემხობა და უკვე 80-იანი 90-იანი წლებიდან იწყება მიგრაცია აი ამ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან ჩრდილოეთისკენ. და სწორედ ამავე პერიოდში ევროპაში ძალაუფლებას იგდებენ ხელში მემარცხენე ძალები, ლეიბორისტები, სოციალისტები, ნეოლიბერალები, პროგრესივისტები, ფემინისტები, LGBT კომუნისტები, ლიბერალი მარქსისტები და ასე შემდეგ. აქვე განვიხილოთ აგრეთვე საიდან მომდინარეობს ტერმინი მემარჯვენე და მემარცხენე სიტყვით პოლიტიკაში. შევეცდები რომ ეს ვიდეო იყოს რაც შეიძლება მოკლე, რომ ძალიან არ გაიწელოს, რაც 5 საათნახევარი იქნება ალბათ. აქვე ვისაუბრებთ შარლ დე გოლზე, სესილ როდზე, ნაპოლეონ ბონაპარტზე, კარლ მარქსზე და სხვა ფიგურებზე, რომლებიც გავლენა იქონიათ მსოფლიოზე. ამ ფაქტობრივად ლექციის სახელწოდება იქნება დასავლური ცივილიზაციის აღმასვლა და მისი ვარდნა. და აქვე მერე უკვე მოიყვან აი ამ უკვე გამოყენებულ მონაცემებს ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის, კანადისა და ზოგადად დასავლეთის ქვეყნების შესახებ. ამ სტატისტიკურ მონაცემების დაყრდნობით კიდევ უკვე უფრო მარტივი გასაგები იქნება თუ რაზე ვლაპარაკობ. ხომ, აგრეთვე ეს არ იქნება ბოლო ვიდეო ამ პლეილისტში. ამ დასაკრავზიაში შემდეგ უკვე ამ ვიდეოს გამოსვლის შემდეგ დავამატებ გერმანიაზეც ვიდეოს, ესპანეთზეც, შვედეთზეც და სხვა ევროპის ქვეყნებზეც. აქვე იქნება ავსტრალიაც, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, არგენტინაც, მექსიკაც და ასე შემდეგ. ეს მრავალთვიანი პროექტი, ასე ვთქვათ. თუმცა ეს 5 საათნახევრიანი დიდი ზოგადი ვიდეო დასავლური ცივილიზაციის აღმასვლაზე და მის დაცემაზე, ეს იქნება მთავარი ვიდეო. არ ვიცი ამას როდის დავდებ, შეიძლება რამოდენიმე კვირაში დავდო, შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება მეტი დროს დამჭირდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ეს ვიდეო იქნება ის მთავარი დედა აზრი, რომლის მოწოდებასაც და რომლის გადმოცემასაც მე ვცდილობ აი ამ ვიდეოების ციკლით. სხვა დანარჩენი ვიდეოები ეს არის ფაქტობრივად დამხმარე ვიდეოები უკვე
კონკრეტულად ცალკე აღებულ სახელმწიფოებზე, ბრიტანეთზე ცალკე იქნება, გერმანიაზე ცალკე, თუმცა ეს იქნება უკვე ზოგადი ჭრილი. ლიანად მთელი დასავლური ცივილიზაციის განხილვა, მისი დემოგრაფიის, პოლიტიკის, რამ გამოიწვია მისი დასუსტება, რამ გამოიწვია მისი გაძლიერება და ასე შემდეგ. ამით კი სულ ეს იყო, ახლა გემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ დასავლური ცივილიზაციის აღმასვლაზე და მის ვარდნაზე. ნახვამდის.